დასანანი მარცხი უკრაინასთან. ლუის ენრიკეს კრიტიკა კვარაცხელიას პოზიციის გამო. რას ამბობს დვალიშვილი იანზე? როდის იბრძოლებს თოფურია და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34 ტურის გამორჩეული შეხვედრა. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. საქართველოს ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი თბილისში უკრაინასთან მარცხით დაიწყო. ჩვენი ნაკრები 79-ით 92 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა. მეორე ტაიმში კი უკრაინელებმა აშკარად უკეთ ითამაშეს. ჩვენი ნაკრების რიგებში საუკეთესო დუდა სანაძე იყო. მის ანგარიშზეა 22 ქულა და 5 მოხსნა. თორნიკე შენგელიამ და თად მაგფადენმა 17 ქულა მიითვალეს, ხოლო გიორგი შერმადინმა 7 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვეტერანმა ქართულმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო საშინაო შეხვედრა ჩაატარა. დასკვნით შეხვედრას კი კვირას ესპანეთში გამართავს, რითაც მისი 20 წლიანი სანაკრებო კარიერა დამთავრდება. თქვენ რას ფიქრობთ? შევძლებთ ესპანეთის დამარცხებას? კალეთ ბურთში მაინც. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი სანამ ფეხბურთზე გადავალთ, მანამდე UFC სადაც სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის მორიგი ბრძოლა მოახლოვდა. ქართველი 7 დეკემბერს ლას-ვეგასში UFC 303-ზე კამარს რუს პიოტრიანთან დაიცავს. დვალიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში სწორედ ამ დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. იანი რუსია, მე ქართველი ვარ. ყოველთვის, როდესაც რუსებს ხვდებით, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიკოთ. მე რუსეთის პოლიტიკა არ მომწონს. კარგი და ცუდი ადამიანები ყველგან არიან, მაგრამ რუსულ პოლიტიკას ვერ ვიტან. წინა შემთხვევაში იანი მე და ალჯოსაც გვაბულინგებდა. სწორედ ეს მიზეზები იყო წინა შემთხვევაში, მაგრამ რაც იანი დავამარცხე, მას გულშემატკივრობდი, რადგან ძლიერი მეტოქის დამარცხება შენი რეპუტაციისთვის კარგია. მაგრამ ამდენი გულშემატკივრობის შემდეგ მე ის მომწონს. როდესაც გამომიწვია, ეს პატივისცემით გააკეთა და გამიჭირდება მასზე გაუბრაზდე. იანი დარწმუნებული ვარ, კარგად მომზადებული იქნება. მე კი ფოკუსირებული უნდა ვიყო. როცა მეტოქი ერთხელ დაამარცხე, ვიცი რომ შემდეგ ფოკუსირება და მოტივირება რთულია, რადგან წინა შეხვედრა უკვე მოიგე. ის კი როგორც დამარცხებული, უფრო მოტივირებული იქნება. ჩემი მიზანი თავდაუზოგავი ვარჯიში და მომდევნო ბრძოლაში გამარჯვება. პირველ რიგში მოგებაზე ვარ ორიენტირებული და სიმართლე გითხრათ, UFC-ს რეიტინგში მესამე ადგილზე ყოფნა არავითარ პრობლემას არ მიქმნის. ჩემი აზრით, ილია თოფურია ნომერ პირველია. ამას წყალი არ გაუვა. მეორე ადგილზე ისლამ მახაჩევია და მესამე პოზიცია ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, არც იმაზე მექნება პრობლემა, რომ 2025 წელს 4 ბრძოლა მოვიკო. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი პიოტრიანს მეორედ დაუპირისპირდება და მერაბისთვის ეს მიმდინარე წელს მეოთხე ჩხუბი იქნება. რაც შეეხება იანს, 2023 წელს მერაბთან მარცხის შემდეგ მან ზედიზედ 3 ბრძოლა მოიგო. აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ქართველი ჩემპიონი წერს, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში არ იბრძოლებს, რადგან პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს და სურს, რომ შვილებზე კონცენტრირდეს. თოფურიას თქმით, მას არ სურს, რომ დივიზიონი შეაფერხოს. მისი თქმით, UFC მოაწყობს ყველა საჭირო ბრძოლას და როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, ის დაბრუნდება და ამის შესახებ ყველას აცნობებს. ახლა კი ფეხბურთი და ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური, სადაც 3 ქართველმა ითამაშა, მათგან 2-მა კი საგოლე გადაცემა მიითვალა. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ტოტენჰემი 5-3 დაამარცხა. ამ უხოლიან შეხვედრაში ქართველმა 79 წუთი ითამაშა და ტრადიციულად აქტიურობდა. გოლის გატანაც სცადა, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთ საგოლე გადაცემას დასჭერდა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში თამაში ისევ მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო. ლუის ენრიკეს ამ გადაწყვეტილების გამო ბოლო პერიოდში აკრიტიკებენ. ასე იყო ტოტენჰემთან დაპირისპირების შემდეგაც. ამჯერად ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ აღნიშნა, რომ ლუის ენრიკე შეცდომას უშვებს, რადგან ქართველი მარცხენა ფლანგიდან უფრო სახიფათოა. მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოთამაშე კვარაცხელია კიდევ ერთხელ ვიხილეთ. როდესაც ბრედლი ბარკოლა გაიყვანეს, გუნდი უკეთესი იყო მარცხენა ფლანგზე მყოფ კვარაცხელიასთან ერთად. ლუის ენრიკეს უნივერსალურობა ძალიან მოსწონს, რადგან თავად ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ყველა პოზიციაზე შეეძლო თამაში. ენრიკეს სურს, რომ მისი მოთამაშეებიც ისეთი უნივერსალურები იყვნენ, როგორც თვითონ. ზოგს ეს გამოსდის, ზოგს არა. მაგალითად, კვარაცხელიას მარცხენა ფლანგი ურჩევნია. ენრიკე ცდილობს მას სხვა პოზიციაზე თამაში აიძულოს, მაგრამ ეს არ მუშაობს. ხვიჩა ყველაზე სახიფათოა, როცა მარცხენა ფლანგზე ბრუნდება. თქვენ რას ფიქრობთ ფრანგი ჟურნალისტის ამ განცხადებაზე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პარი სენ-ჟერმენში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. აქედან 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს ბილბაოსთან გამართავს, თუმცა მანამდე ლიგა 1-ში 29 ნოემბერს
მონაკოს დაუპირისპირდება. კვარაცხელიას მსგავსად საგოლე გადაცემა მიითვალა გიორგი ზარიამ. სადებიუტო საგოლე გადაცემა ქართველმა კაირატის და კოპენჰაგენის დაპირისპირებაში შეასრულა, სადაც მისი გუნდი კოპენჰაგენთან 2-3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ზარია მოედანზე 69 წუთზე ჩაერთო და საკმაოდ აქტიურად. ამ მარცხის შემდეგ კაირატს 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 35 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ქართველის გუნდი ოლიმპიაკოს უმასპინძლებს. გიორგი მამარდაშვილის ლივერპული კი PSV Eindhoven-თან 1-4 განადგურდა. ეს შეხვედრა ავადმყოფობის გამო ალისონ ბეკერმა გამოტოვა და ძირითადში ქართველი იყო, რომელმაც ამჯერად გუნდის დახმარება ვერ შეძლო. მის ანგარიშზე მხოლოდ 2 სეივი იყო. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ლივერპულს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ლივერპული ინტერს დაუპირისპირდება. აქვე დაუზუსტებელი ინფორმაციით, თუ ლივერპული პრემიერ ლიგის მომდევნო 2 შეხვედრის მოგებას ვერ შეძლებს, არნე სლოტს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს. სლოტს პირველი გამოცდა 30 ნოემბერს ვესტ ჰემის წინააღმდეგელის, შემდეგ კი სანდერლენდის. ახლა კი კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 34 ტურის გამორჩეული შეხვედრა, სადაც ტორპედომ კოლხეთი 4-0 დაამარცხა და მესამე ადგილის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ პირველი ადგილისთვის კვლავ იბერია და გორის დილა იბრძვის. ამ დროისთვის ორივე მათგანს 74 ქულა აქვს. აქვე თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო ინფორმაცია. ქუთაისელების შეტევა ბასილაძე ბურთით ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმაკარის მიმართულები და გაიხსნა ანგარიში ბადა ღუდუშაურის ძალიან ლამაზი გოლი. აკრობატულ ნახტომში ღუდუშაურმა სწრაფი გოლით დააწინაურა ქუთაისის ტორპედო. ნუ გრა მაგ აუცილებლად გადამოწმდება ვარზე ეს ეპიზოდი. ბასილაძემ კარგად იმოქმედა, მარტო უმეთვალყურეოდ იყო დარჩენილი ღუდუშაური და მანაც ესე ეფექტურ ნახტომში გაახსნა ანგარიში. თუმცა საინტერესოა თქოს იმ რაკურსით ჩანდა, რომ გადამოწმება საჭიროა, ალბათ გადამოწმდა კიდეც, თუმცა გოლი ჩათვლილია. ყველაფერი წესების დაცვით განახორციელეს ტორპედოს მოთამაშეებმა. მეორებით კიდევ ერთხელ ეს გოლი. ახლო ძელთან გაკეთდა გადაცემა და ანდრიშმა ყველას დაასრულა. ცოტაც გაუმართლა აქ სერბს. ხო, მეგონი კვირკვალიასაც შეეყო აქ ერთი. კვირკვალიასგან შევიდა კარში. თუმცა ამას უკვე გარდამტეხი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმაკარის მიმართულები და 3-0. ბიორნ იონსენი. მორიგი გოლი ნორვეგიელისა ჩვენ ჩემპიონატში რიგით მე-19 უახლოვდება. ის მთავარი ინტრიგა არის. თუმცა საკმაოდ რთულ პოზიციაში იმყოფებოდა იონსენი, იჭერდა მას ერთ-ერთი მოთამაშე კოლხეთის მხრიდან. თუმცა არ შეიმჩნია ამარბეგიჩი დაჯაბნა სიმაღლეში, ფიზიკურობაში და მესამედ აიღო კოლხეთის კარი. დარტყმაკარის მიმართულებით და გავიდა მეოთხე გოლი. მამუჩაშვილს თავისი გაიტანა.